დღის არხი რადიო იმედზე ნინო მეუნარგიასთან ერთად. ეთერში დაგიბრუნდით დღის თემით ქალთა დასაქმების ფორუმი. თინათინ ნიბლოშვილი თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეა ჩვენთან სტუმრად. მოგესალმებით ქალბატონო თინათინ, მადლობა მოსვლისთვის. თემა აქტუალურია, სანამ დიალოგს დავიწყებთ, ვიტყვი რომ 24 მარტს თბილისის საკრებულოში ქალთა დასაქმების ფორუმი გაიმართა. ღონისძიება დედაქალაქის წარმომადგენლობითი ორგანოს თამარ მეფის სახელობის დარბაზში საქართველოს პარლამენტის ქალი დეპუტატების ინიციატივით დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოსა და თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მხარდაჭერით ჩატარდა. ჩვენ დღეს, რა თქმა უნდა, ამ ფორუმზე ვისაუბრებთ და არა მარტო ამ ფორუმზე, ძალიან მნიშვნელოვან პროგრამებზეც გავაკეთებთ აქცენტს, მუნიციპალურ პროგრამებზე. ქალბატონო თინათინ, უპირველეს ყოვლისა, მოდით ამ ფორუმის მიზანსა და მნიშვნელობაზე გავაკეთოთ აქცენტი. ამით დავიწყოთ საუბარი. კიდევ ერთხელ მოგესალმებით, მივესალმებით ჩვენს მსმენელს, ჩვენს მაყურებელს. დიახ, 24 მარტს თბილისის საკრებულოში ქალი პარლამენტარების დასაქმების სააგენტოს და საკრებულოს ერთობლივი ორგანიზებით გაიმართა ქალთა დასაქმების ფორუმი, რომლის მთავარი მიზანიც არის დამსაქმებლებსა და დასასაქმებელ პირთა კომუნიკაცია შედგეს მარტივად, უშუალოდ და სწორედ ეს სივრცე შევქმნით ჩვენ თბილისის საკრებულოში, სადაც ათობით კომპანიამ, როგორც კერძო სექტორიდან ისე საჯარო სექტორიდან მიიღო მონაწილეობა დამსაქმებელმა და ჩვენ ყვავდნენ ბუნებრივი ადამიანები, ქალები, რომლებიც იყვნენ არიან სამსახურის მაძიებლები. რატომ არის მნიშვნელოვანი ასეთი ფორუმები? იქიდან გამომდინარე, რომ ხშირ შემთხვევაში ქალები, რომლებიც ეძებენ სამსახურს, არ აქვთ საშუალება ესე ერთ სივრცეში ერთობლივად რამდენიმე კომპანიასთან ჰქონდეთ უშუალო კომუნიკაცია. მნიშვნელოვანია, რომ ისინი ადგილზე ეცნობოდნენ დასაქმების პირობებს, ანაზღაურების შესახებ იღებდნენ ინფორმაციას და როდესაც ასეთი სივრცეები იქნება, ბუნებრივია, რომ უფრო ეფექტურად ხდება მათი დასაქმება. ჩვენ ყვავდნენ ადამიანები, რომლებიც იყვნენ ინფორმირებულები მაქსიმალურად მათი კომპანიის მიერ წარმოდგენილი ვაკანსიების შესახებ, მათ ჰქონდათ დეტალური ინფორმაციები, ადგილზე ხდებოდა სამუშაო გამოცდილების გაზიარება, ადგილზე ხდებოდა დასასაქმებელი იყო თუ არა ეს მისთვის მისაღები ვაკანსია და რა თქმა უნდა ხდებოდა მათი მონაცემების ჩანიშვნა და შემდგომი კომუნიკაცია უკვე შედგა მათ შორის, ხომ? ეს არ იყო ერთჯერადი ფორუმი, თქვენ იცით რომ დასაქმების სააგენტო არის ძალიან მნიშვნელოვანი უწყება, სამთავრობო უწყება, რომელიც ხელს უწყობს პირველ რიგში სამსახურის მაძიებლებისა და კომპანიებს შორის კომუნიკაციას. ეს არის შესაძლებლობა ნებისმიერმა სამსახურის მაძიებელმა მიმართოს ამ კომპანიას და მიიღოს შესაბამისი ინფორმაცია დასაქმებასთან დაკავშირებით. მათ აქვთ ყოველდღიურად ხდება ამ ვაკანსიების გამოქვეყნება, როგორც მათ ვებგვერდზე, ასევე უშუალოდ შეუძლია რომ მოქალაქე მივიდეს 100-იანის 9 ნომერში მდებარეობს სააგენტო და აუცილებლად მინდა გავაჟღერო, რომ სამსახურის მაძიებელი შესაძლებელია მივიდეს ადგილზე და უკვე ეს მრავალფეროვანი ვაკანსიების სხვადასხვა კომპანიების ერთ სივრცეში ნახოს და მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება თუ რომელ კომპანიასთან ითანხმება. და სამსახურის მაძიებლებს ვუთხრათ, რომ მათ შეუძლიათ დღესაც ჩაერთონ ამ პროცესში, ეს გრძელდება, ეს არ დასრულებულა, ეს არის მნიშვნელოვანი. ის ადამიანები, რომლებმაც ვერ მოახერხეს ფორუმზე დასწრება, ვერ მოვიდნენ, მათ შეუძლიათ რომ უკვე დასაქმების სააგენტოს ადგილზე მიაკითხონ და ადგილზე მიიღონ შესაბამისი ინფორმაცია დასაქმებასთან დაკავშირებით. დიახ, ერთი მნიშვნელოვანი გზავნილი ის არის, რომ ეკონომიკურად მოწყვლადი ქალების დასაქმებაც არის აქტუალური და აი თუ არის რამე განსაკუთრებული პირობები დაუშვათ მათთვის, თუ ჩვეულებრივად მიმართავენ კომპანიებს და ისინიც ისევე დასაქმდებიან, თუ რაღაც პრივილეგიებიც სარგებლობენ დაუშვათ. პრივილეგიებთან დაკავშირებით ვერ მოგახსენებთ, უბრალოდ გეტყვით იმას, რომ ანუ ნებისმიერ კომპანიას აქვს მორგებული გრაფიკი, ნებისმიერი ადამიანისთვის, რომელსაც ახლა თუ ჩვენ საუბრობთ დიასახლისებზე, რომელსაც დამატებითი შემოსავლის წყარო სჭირდება, ან სჭირდება არასრულ განაკვეთზე მრავალშვილიანი დედები, რა თქმა უნდა, სოციალურად მოწყვლადი ჯგუფები, ბუნებრივია, რომ შესაძლებლობა არის, მე პირადად ვნახე კომპანიები, რომლებიც
ადამიანებსაც 1/3 განაკვეთზეც კი ჰქონდათ მოტანილი ვაკანსიები და ისეთი ადამიანებისთვის, რომელიც პირობითად ეძებს ასეთი ტიპის სამსახურს, მათთვისაც იქნებოდა შესაძლებლობა. ამიტომ ჩვენ აქცენტი ქალებზე გავაკეთეთ. კი ეს დასაქმების სააგენტო რა თქმა უნდა არ არის მხოლოდ ქალებისთვის დასაქმებისთვის შექმნილი, მაგრამ ფორუმი უშუალოდ ქალებს მიეძღვნა, ჩვენ მათი ჩართულობით სხვადასხვა ტიპის სხვა აქტივობებიც გვახსოვს, მაჟორიტარი დეპუტატის ჩართულობით სხვადასხვა რაიონებში ისინი ძალიან აქტიურად აკეთებენ ხოლმე მსგავსი ტიპის ფორუმებს, მაგრამ რადგან ორგანიზატორები და ინიციატორები იყვნენ ქალები, გავაკეთეთ მხოლოდ ქალებისთვის ეს ვაკანსიები ფორუმი შესაბამისად კომპანიებსაც ჰქონდათ შესაბამისი ვაკანსიები მოტანილი. თუმცა რა თქმა უნდა ამით ხას არ უსვამ იმას, რომ რაიმე განსაკუთრებული პირობები სჭირდება ქალს ან კაცს, უბრალოდ აი მორგებულ გრაფიკთან დაკავშირებით მორგებულ გრაფიკს გავუსვი ხაზი და ბევრს ჰქონდა, თითქმის ყველას ჰქონდა ეს მორგებული გრაფიკის შესაბამისი ვაკანსიები მოტანილი. გარდა ამისა, ჩვენ აქცენტი გავაკეთეთ დიახ მრავალშვილიან დედებზე, რომელსაც ჰქონდა შეიძლება მრავალწლიანი წყვეტა ბოლო სამსახურიდან და ამ შემთხვევაში, როდესაც ქალს აქვს მრავალწლიანი წყვეტა დასაქმების ნაწილში შეიძლება უფრო გაპრობლემდეს მისი დასაქმება და ამიტომ ხაზგასმა იყო ასეთ ქალებთან მიმართებითაც. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ზოგადად სახელმწიფომ შექმნა სივრცეები, სადაც ყველანაირ ქალს აქვს შესაძლებლობა გამოავლინოს თავისი უნარები, შეისწავლოს ახალი პროფესიები და თუნდაც სრულიად ახალ სფეროში დასაქმდეს. თავარია, რომ ჩვენ მაქსიმალურად ამ ყველაფერს ხელი შევუწყოთ და დიდი როლია ქალების, ქალი პოლიტიკოსების ამ ყველაფერში. კი ბატონო და ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გზავნილიც ალბათ ეს არის ძალიან კარგად მენიშნა, როდესაც გარკვეული მიზეზების გამო ქალბატონებს წყვეტა აქვს, შეიძლება მრავალწლიანი წყვეტა, თუნდაც ფსიქოლოგიური ბარიერი არსებობს დასაქმებასთან მიმართებაში და ნამდვილად აი მსგავსი ფორუმები უზრუნველყოფს, რომ თუნდაც ეს ფსიქოლოგიური ბარიერი ძალიან ადვილად გადალახონ და ნებისმიერ დროს, როგორც თქვენ ბრძანეთ, შეუძლია ქალბატონს დასაქმდეს. თავარი სურვილი იყოს, რა თქმა უნდა. და კიდევ უკავშირი როგორი იყო, თუ არის უკვე სამსახურის მაძიებლებისგან, თუ გაქვთ რამე ინფორმაცია, რამდენად აქტიურობენ ქალბატონები? კი, საკმაოდ ბევრი ქალი ესწრებოდა ფორუმს, ვერ ვიტყვი რომ ინტერესი არ გამოიწვია საზოგადოებაში. უკავშირს რაც ეხება, მუდმივად დასაქმების სააგენტო გვაწვდის ხოლმე ინფორმაციას ყველა ჯერზე, როდესაც მათთან გვითანამშრომლია დასაქმების მაჩვენებელთან დაკავშირებით და მეტნაკლებად არის ხოლმე კარგი შედეგები. ნუ გააჩნია ახლა ეს ბევრ რამეზე არის დამოკიდებული, ხანდახან თვითონ დასასაქმებელი გადაიფიქრებს ან რაღაც შეეცვლება დამოკიდებულება კონკრეტულ კომპანიასთან დაკავშირებით, თუმცა შედეგის მომცემი ნამდვილად არის, უკავშირი ნამდვილად არის და კარგია რომ ასეთი შესაძლებლობა და ასეთი უწყება ზოგადად არსებობს და გვაქვს საშუალება რომ მუნიციპალიტეტმაც მათთან ვითანამშრომლოთ და ყოველ ჯერზე მათი მზაობა ძალიან დიდია რომ მსგავს აქტივობებში ჩაერთონ ხოლმე და მიიღონ მონაწილეობა. და კიდევ ერთხელ გავუსვათ ხაზი რომ პოლიტიკოსი ქალები ამ პროცესში აქტიურად ხართ ჩართულნი და ეს არის ძალიან კარგი, რა თქმა უნდა. და ეს თემა მინდა ამოვწუროთ, 30-ზე მეტი კომპანია იყო წარმოდგენილი ფორუმზე და ვაკანსიებს რაც შეეხება, მგონი 800-ზე მეტი ვაკანსია იყო წარმოდგენილი ამ კონკრეტულ შემთხვევაში. თუმცა, რა თქმა უნდა, ვაკანსიები ემატება დასაქმების სააგენტოს ვებგვერდზე და ამიტომ აუცილებლად დასაქმების მაძიებლებმა უნდა მიმართონ, ნახონ გვერდი და შესაბამისი კომპანია შეარჩიონ. მე მინდა ასევე ხაზი გავუსვა იმას, რომ ჩვენ ხშირად ვსაუბრობთ ხოლმე ზოგადად ქალების თემებზე, განსაკუთრებით ჩვენთვის აქტუალური თემაა. განსაკუთრებით მუნიციპალიტეტში, ამიტომ ქალთა ეკონომიკური გაძლიერების ხელშეწყობისთვის და იმისთვის, რომ ჩვენ საბოლოოდ დავამარცხოთ ფემიციდი საქართველოში, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ეკონომიკური გაძლიერება არ ნიშნავს მხოლოდ იმას, რომ ერთი კონკრეტული ქალი დასაქმდეს და მას გაუჩნდეს შემოსავლის წყარო. ერთი ქალის დასაქმება ნიშნავს ძლიერ ეკონომიკას ჩვენი ქვეყნისას, ეს ნიშნავს იმას, რომ ის უფრო ნაკლებად მოწყვლადია ძალადობის მიმართ და სხვადასხვა კვლევები ამას ადასტურებენ, რომ ძირითადად
მოწყვლადები, ქალები, რომლებიც ძირითადად ძალადობის მსხვერპლი ხდებიან, ესენი არიან ეკონომიკურად მოწყვლადი ქალთა ჯგუფები, ესენი არიან ქალები, რომლებმაც შეიძლება ძალიან ადრეულ ასაკში შექმნეს ოჯახები, მათ ვერ მოახერხეს განათლების მიღება და ასე შემდეგ. თუმცა ამ მიმართულებითაც ვფიქრობ, რომ ჩვენი სახელმწიფო სხვადასხვა უწყებები ძალიან ეფექტიანად მუშაობენ და დარწმუნებული ვარ, რომ ამ საკითხებთან დაკავშირებით უახლოეს მომავალში საერთოდ აღარც ვისაუბრებთ და ბოლომდე დაუძლევთ ამ ძალიან მნიშვნელოვან პრობლემას. კი ბატონო, და რა თქმა უნდა, ეს არის დიდი ჯაჭვის რგოლი და ეს რგოლები ერთმანეთზე არის ბმაში და რა თქმა უნდა, ყველა თემა არის მნიშვნელოვანი და როგორც თქვენ თქვით, მეც ვფიქრობ, რომ ამ თემაზე აღარ მოგვიწევს საუბარი. კარგით და გარდა ამისა, მე მინდა კიდევ მუნიციპალურ პროგრამებზე ვისაუბროთ. არაერთ მნიშვნელოვან პროგრამას ახორციელებს თბილისის მუნიციპალიტეტი, კონკრეტულად საკრებულოში არაერთი ფორუმი და ეს ფორუმი გაგრძელდება, ხო? ეს მინდა კიდევ ჩატარდება. ერთჯერადი და მუდმივ პერიოდულად აუცილებლად განახლდება, რა თქმა უნდა. კარგით და რაც შეეხება ისწავლეთ და დასაქმდი ამ პროგრამას, ძალიან მნიშვნელოვანი მუნიციპალური პროგრამა, რას მოიცავს, თქვენ გისაუბრეთ ამ თემაზე, მაგრამ კიდევ ერთხელ გვინდა რომ აქცენტი გავაკეთოთ. 2018 წლიდან დედაქალაქის მუნიციპალიტეტი აფინანსებს კონკრეტულ პროგრამებს კერძო კოლეჯებში. შემიძლია სრული პასუხისმგებლობით ვთქვა იქიდან გამომდინარე, რომ ძალიან აქტიურ კომუნიკაციაში ვარ კონკრეტულ კოლეჯებთან, იმ კოლეჯებთან, რომლებიც ფინანსდებიან დედაქალაქის მუნიციპალიტეტის მიერ. რომ ეს არის ძალიან კარგი შესაძლებლობა თითოეული ადამიანისთვის და განსაკუთრებით ქალებისთვის და როდესაც ჩვენ კონკრეტული ღონისძიებები ჩავატარეთ ამასთან დაკავშირებით, აღმოჩნდა, რომ ქალების ინტერესი განსაკუთრებული არის კონკრეტული პროგრამების მიმართ. 2018 წელს დაიწყო და წლიდან წლამდე დედაქალაქის მუნიციპალიტეტი კიდევ უფრო მეტ და მეტ პროგრამას აფინანსებს, იმიტომ რომ მოთხოვნა არის ძალიან დიდი. როგორც კოლეჯის წარმომადგენლები ამბობენ, როდესაც მიიღებას ხსნიან საიტზე დასაქმდი წერტილი არ ვიცი, რამდენიმე წუთში ივსება ხოლმე ეს იმდენად დიდი მოთხოვნა არისა და ამიტომ მუდმივად ხდება ამ ადამიანების რაოდენობების დამატება. წელსაც თითქმის უკვე 70 პროგრამამდე გაიზარდა ისწავლე და დასაქმდის უფასო პროგრამები. კოლეჯები ძალიან კომპეტენტურები არიან ამ ნაწილში და რაც მნიშვნელოვანია, რატომ არის მაღალი მიმართვიანობა, გარდა იმისა, რომ ჩვენ ვიღებთ ძალიან კვალიფიციურ კადრს, ანუ კოლეჯიდან გამოდის ძალიან კვალიფიციური კადრი, მიუხედავად იმისა, რომ ეს არის მოკლევადიანი კურსი, დასაქმება ხდება ძალიან სწრაფად. ანუ დასაქმების მაჩვენებელი არის ძალიან მაღალი, იმიტომ რომ კონკრეტული ბიზნესი არის დაინტერესებული, ანუ მრავალწლიანი ურთიერთობიდან გამომდინარე მას აქვს მაღალი ნდობა კონკრეტული სასწავლო კოლეჯების მიმართ და ამიტომ კოლეჯიდან გამოსული კადრი ბიზნესისთვის არის უკვე ბოლომდე მისაღები, სანდო და პრაქტიკულად არ ვიცი, რამდენიმე დღეში საქმდებიან ეს ადამიანები. ხშირად ხდება ხოლმე ისეც, რომ კოლეჯში სწავლის პარალელურად უკვე დასაქმებულები არიან ადამიანები და ძალიან დიდი შესაძლებლობა ახალი პროფესიების შეძენის. განსაკუთრებით ქალებისთვის, ახლა რამდენიმე დღის წინ ვიმყოფებოდით ჩვენ ერთ-ერთ კოლეჯში, სადაც თიხის მასტერკლასს დავესწარით და განსაკუთრებით დიასახლისებისთვის, ვისაც არ აქვს საშუალება, რომ დიდი ხნით დატოვოს ბავშვები, ეს არის ხელობა, რომლითაც შეუძლია ადამიანს შეისწავლოს ხელობა, თიხაზე მუშაობა და შემდეგ უკვე დამოუკიდებელი შემოსავლის წყარო გაიჩინოს. ამიტომ ზრუნვა სახელმწიფოს მხრიდან ასეთი ტიპის პროგრამების მხარდაჭერა არის ეკონომიკური გაძლიერების ხელშეწყობა და ეს არის დასაქმების მაჩვენებლის ზრდის შესაძლებლობის გაზრდა, ხომ? ამიტომ კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ყველას, რომ აქტიურად ხშირად ხვდებით ხოლმე ჩვენ ადამიანებს, რომ არსად არ მუშაობ, მაგრამ არ ვიცი სად, როგორ ბევრი შესაძლებლობა აქვს დღეს ჩვენს ქვეყანას დასაქმებისთვის, ახალი პროფესიის შეძენისთვის და უბრალოდ უნდა
მოვინდომოთ და უბრალოდ უნდა მეტი ინფორმაცია მივიღოთ ამასთან დაკავშირებით. ყოველ ჯერზე მთავრობის ხდომაზე ხდება ისწავლე და დასაქმნის პროგრამის პოპულარიზება თითქმის ყოველ ჯერზე და მართლაც შედეგი გვაქვს ამ მიმართულებით. და რაც შეეხება პროფესიების ჩამონათვალს, მე მგონი ნუსხა ძალიან დიდია. საკმაოდ დიდი ნუსხა ახალი პროგრამები ემატება და რაც მთავარია მუნიციპალიტეტი აფინანსებს ისეთ პროგრამებს, რომელიც ყველაზე მოთხოვნადია ბაზარზე. ანუ ჯერ ხდება ბაზრის კვლევა, რომელი პროფესიების არის ყველაზე დეფიციტური და ამავდროულად მოთხოვნადი ბიზნესის მხრიდან ამ პროგრამების დაფინანსება ხდება. შესაბამისად უკავშირიც ამიტომ არის ესეთი კარგი, რომ ძალიან სწრაფად ხდება დასაქმება კადრების. კი ბატონო, და რაც შეეხება ამ პროგრამას ისწავლე და დასაქმდი, ანუ სწავლის პროცესში და შემდეგ უკვე დასაქმების პროცესში თვითონ ეს პროგრამა დავშვათ ზრუნავს ამ ადამიანების დასაქმებაზე, რომ სრული ინფორმაცია გქონდეს ჩვენს მსმენელს და მაყურებელს. თუ უკვე თავად უნდა დასაქმდნენ დავშვათ ამ პროგრამის მიღმა. დიახ, ნახეთ როგორ არის მე აღვნიშნე ბიზნესის ჩართულობა. ის კოლეჯები, რომლებსაც აფინანსებს მუნიციპალიტეტი, პირდაპირ კავშირზე არიან ბიზნესთან. ამიტომ ბიზნესმა ზუსტად იცის, რომ ამ კოლეჯს ყავს კადრები ამ მიმართულებით და საერთო ჯამში გამოდის, რომ პროგრამას, ანუ მუნიციპალიტეტს ყავს ისეთი კოლეჯები შერჩეული, რომელიც ამ მათ დასაქმებასაც უზრუნველყოფს. ანუ პირდაპირ ყოველდღიურ კომუნიკაციაში არის კოლეჯი ბიზნესთან. შესაბამისად, რა თქმა უნდა, ორივე მხრიდან მუნიციპალიტეტის მხრიდანაც და კოლეჯის მხრიდანაც ხდება კეთდება ყველაფერი ამ ადამიანების დასაქმებისთვის. დიახ, და კიდევ ერთხელ აღნიშნოთ, რომ თბილისის საკრებულოს ჩართულობა ძალიან დიდია ამ პროცესში, კონკრეტულად თქვენ ძალიან ბევრ საქმეს აკეთებთ და პარალელი რო გავატაროთ დაუშვათ, როდესაც საუბრობთ ქალთა გაძლიერებაზე, რა იყო თუნდაც რამდენიმე წლის წინ და რა არის დღეს? დიახ, ქალების მდგომარეობა როგორია თუნდაც დასაქმების და გაძლიერების კუთხით? კი, ძალიან ბევრი ნაბიჯი გადაიდგა ზოგადად სახელმწიფოს მხრიდან ჩვენ თავარ სტრატეგიაში არა ერთგზის გვეწერა, რაც ქართული ოცნება მოვიდა ხელისუფლებაში, რომ ქალთა ეკონომიკური გაძლიერება გახდეს და უნდა იყოს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი. ეს არის ძალა, სამუშაო ძალა, რომელიც ხელს უწყობს ზოგადად ქვეყანაში ეკონომიკის განვითარებას და ჩვენ 52% ვართ დედამიწის და შესაბამისად ჩვენი რესურსი, არანაირი რესურსი არ არის დასაკარგი. სამწუხაროდ იყო მიდგომები ხა ეს დამოუკიდებლობის მიღებამდე და ასე შემდეგ და სტერეოტიპული მიდგომები ზოგადად ქალებთან დაკავშირებით, ზოგადად ქალის დასაქმებასთან დაკავშირებით, ზოგადად ქალის პოლიტიკაში ყოფნასთან დაკავშირებით იყო გარკვეული ტიპის სტერეოტიპები, რომელიც შეიძლება კი არა და ნამდვილად ახდენდა ზეგავლენას იმასთან დაკავშირებით, რომ აი თუ შენ ქალი უფროსი ყავდა შეიძლება არ ყოფილიყო ეს კომფორტული დასაქმებული პირებისთვის, ხო? მე ხა გვახსოვს, რომ იყო ასეთი მიდგომებიც, მაგრამ დღეს ქალები იმდენად გაუძლიერდით ზოგადად, არა მხოლოდ საქართველოში, ზოგადად მსოფლიოში, რომ ამაზე უკვე აღარ ვსაუბრობთ, უბრალოდ რატომ გვჭირდება კიდევ მეტი წახალისება ჩვენი დასაქმებისთვის, ჩვენი ეკონომიკური გაძლიერებისთვის, ჩვენ გვაქვს კიდევ უფრო მეტად საპასუხისმგებლო ვალდებულებები, იქნება ეს ოჯახი, შვილები, რომელიც ხანდახან სამწუხაროდ ხელს არ გვიწყობს, რომ კარიერული განვითარება ესე ნაბიჯ-ნაბიჯ მოვახდინოთ და განვითარდეთ, ხო? და გარკვეული ტიპის წყვეტა გვაქვს ხოლმე. ამიტომ სახელმწიფოს როლი შემოდის ამ შემთხვევაში და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ ყველაფერს გარკვეული ტიპის შეღავათები, სახელმწიფო პროგრამები, რომელიც იგივე ფერმერ ქალებს გარკვეული ტიპის შეღავათებს აძლევდა და ასე შემდეგ. მრავალი მიმართულებით ყველას ჩამოთვლა ალბათ გამიჭირდება და მუნიციპალიტეტი, რა თქმა უნდა, ამ ყველაფერთან ერთად საერთო ჯამში ქმნის სურათს, რომ ჩვენი სახელმწიფო ზრუნავს ქალთა ეკონომიკური გაძლიერებაზე და ამას ის ქალებიც ადასტურებენ, რომელმაც ფეხი აუწყო ამ პროცესს და სხვადასხვა პროგრამაში ჩაერთო, სხვადასხვა ტიპის დაფინანსება მიიღო, ძალიან წარმატებული ფერმერი გახდა და ასე
შემდეგ. და ჩვენ ძალიან დიდი აუდიტორია ყავს სვენელის და მაყურებლის და რას ეტყოდით იმ ქალბატონებს, რომლებიც ახლა გვისმენენ ან გვიყურებენ, თუნდაც არ არიან დასაქმებულები, უნდაც სამსახურის მაძიებლები არიან, ეკონომიურად გაძლიერება სურთ, თუმცა აქვთ რაღაც გარკვეული ბარიერები. ბარიერები აუცილებლად უნდა დაუძლიოთ, ბარიერების დაძლევა უნდა დავიწყოთ ჩვენი საკუთარი თავიდან, ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ, რომ ვიყოთ წარმატებული, ეკონომიკურად გაძლიერებულები და სხვადასხვა საშუალებები არსებობს. მთავარია, რომ პირველ რიგში იყოს ჩვენი სურვილი. ჩემს გარშემო არიან ქალები, ვინც სამწუხაროდ დღემდე თვლის, რომ მისი როლი არის მხოლოდ რაღაც გარკვეული საკითხები და არ არის საჭირო იგივე მუშაობდეს, იყოს დასაქმებული, მაგრამ რაღაც ეტაპზე მაინც ვხვდებით, რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი ცხოვრებისთვის და ჩვენი განვითარებისთვის, იმიტომ რომ იგივე თუნდაც ჩვენი შვილებისთვის არის მნიშვნელოვანი, რომ ყავდეთ წარმატებული, დასაქმებული, პროფესიონალი დედები. პირველ რიგში ალბათ ჩვენი შვილებისთვის უნდა გავაკეთოთ ეს ყველაფერი და საკუთარი თავებისთვისაც, რა თქმა უნდა. რამეს ხომ არ დაამატებდით ჩვენი საუბრის დასასრულს? კიდევ ერთხელ მინდა რომ ჩვენს მსმენელს და მაყურებელს შევახსენო დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს შესახებ, რომელიც ლეონიდის 9 ნომერში მდებარეობს და რომლის საიტზეც ყველა ვაკანსია არის გამოქვეყნებული, ასევე მინდა პროგრამა ისწავლე და დასაქმის შესახებ შევახსენო, დასაქმი.gz-ზე არის შესაძლებელი კონკრეტულ პროგრამებზე დარეგისტრირება და სრულიად უფასოდ თქვენს სწავლას და ფინანსებს და ანაზღაურებს დედაქალაქის მუნიციპალიტეტი, უბრალოდ უნდა დარეგისტრირდეთ და ჩაერთოთ სასწავლო პროცესში. წარმატებებს ვუსურვებთ ქალბატონებს, წარმატებებს გისურვებთ თქვენ. ძალიან დიდი მადლობა ესეთი საინტერესო და საჭირო საუბრისთვის. ჩემი სტუმარი იყო თინათინ ნიბლუშვილი, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, ხოლო საუბრის თემა ქალთა დასაქმების ფორუმი და კიდევ ყველა ქალბატონს წარმატებებს ვუსურვებთ. დიდი მადლობა და სიახლეებით გელოდებით. აუცილებლად.